საღამომშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. გამარჯობა ბატონ მიხეილ, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. საღამომშვიდობისა ბატონ დავით, საღამომშვიდობისა პატივცემულ ტელემოყურებელს. მადლობა მოწვევისათვის. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კონგრესის წინაშე სიტყვით წარსდგება, როგორც მისმა პრესმდივანმა, თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, ეს იქნება ფანტასტიკური სიტყვა, რომელიც ემსახურება ამერიკული ოცნების აღორძინებას. მოლოდინი დიდია. თუმცა მანამდე ტრამპმა გააკეთა ესეთი მრავლის მეტყველი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის აჩერებს ყოველგვარ სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის. აგრეთვე ამ შეჩერებაში მოექცა ის ტვირთიც, რომელიც უკვე პოლონეთში იმყოფება ზონაში, ნეიტრალურ ზონაში და რომელიც ელოდებოდა განბაჟებას ალბათ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ისიც შეჩერებულია. საპასუხოდ, რამდენიმე საათის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებმა, ევროკავშირმა უნდა გააძლიერონ საკუთარი თავდაცვა, რისთვისაც 800 მილიარდი დოლარის მობილიზებაზე გააკეთა განაცხადი. თქვენ როგორ შეაფასებდით მოვლენათა ასეთ ცვლას? ტრამპი ორიენტირებულია იმაზე, რომ მალე მორჩეს უკრაინაში ომი, არაერთი განცხადება გაკეთდა როგორც თავად პრეზიდენტის მხრიდან, ასევე ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მხრიდან, ასევე მისი მრჩევლების და ის ასევე დარჩა ნაწყენი ზელენსკის ბოლო განცხადების გამო, სადაც ზელენსკი ამბობს, რომ ომი კიდევ დიდხანს არ მორჩება. თქვენი შეფასება როგორი იქნება იმ მოვლენებისადმი, რაც ახლა ჩვენ გვაქვს პრინციპში სახეზე, დღეს რა თქმა უნდა ველოდებით ტრამპის სიტყვას. საინტერესო იქნება, რა გზავნილები იქნება ამ სიტყვაში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოდი დავიწყოთ პოლონეთთან დაკავშირებით, რაც შეჩერებული არის სამხედრო ტექნიკა. და ტუსკმა განაცხადა გუშინ, რომ 500 მილიონიანი ევროკავშირი თხოვს 300 მილიონიან ამერიკის შეერთებულ შტატებს დაიცვან 140 მილიონიანი რუსეთისგან. მე მგონი ამით ძალიან ბევრი რამაა ნათქვამი ევროპელი ლიდერის მიერ, რომ ევროპა განიცდის სერიოზულ კრიზისს. და ეს კრიზისი აუცილებლად დღეს გაჟღერებული იქნება დონალდ ტრამპის ამ ისტორიულ გამოსვლაში, რომელიც პრაქტიკულად მიწასთან გაასწორებს თავის წინამორბედს, მიწასთან გაასწორებს ლიბერალურ, ეგრეთ წოდებულ ლიბერალურ დემოკრატიას, მთლიანად ლიბერალიზმს, ყველა იმ ბანკიერებას, რასაც ჩვენ ბოლო რამდენიმე ათეული წელია მზარდი ტემპით ვხედავთ მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ის ისაუბრებს თავის გამორჩეულ როლზე და წვლილზე ახალი მსოფლიოს ჩამოყალიბებაში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და რომელიც უკვე გარდაუვალია და როგორც ბატონმა ბიძინა ბრძანა 20-30-ისთვის იქნება ეს სიტუაცია და მართლაც ეს პროცესები ამდაგვარად მიდის, ხო? ამიტომ დღევანდელი ტრამპის განცხადება რა იქნება ჩემი აზრით ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და ჩვენაერი პატარა, მაგრამ საკმაოდ გავლენიანი მნიშვნელოვანი ქვეყნებისთვის, როგორც რუსეთის მეზობლისთვის. ის აუცილებლად გააკეთებს აქცენტს იმაზე, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დღეს კონფრონტაციაში შევა, ან შესულია, ან აპირებს შესვლას, ის რუსეთთან დაკავშირებით კონფრონტაციაში აპირებს შესვლას, ის მიუღებელი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რამე თუ მას განიხილავს როგორც დაბრკოლებას იმ გზაზე, რომელიც დაწყებული აქვს რუსეთთან მოლაპარაკების კუთხით და ამიტომ აღარავის აღაჭირდება დღეს ქვეყნები, რომლებიც ფეხებში გაებლანდებიან ამ ორი ზესახელმწიფოს მოლაპარაკებების პროცესს. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ ბატონო დავით ამ სტუდიაში და სხვაგანაც, რომ არის ორი ზესახელმწიფო, რომელიც განსაზღვრებს მსოფლიო ბირთვულ უსაფრთხოებას და არავინ იფიქროს ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი საბოლოოდ ერთმანეთს იმ დონეზე გაწირავს, რომ
ერთმანეთს ბირთვული ქობინებით შეუტიონ. ამავდროულად, ჩემი აზრით, აქ იქნება ახალი ეკონომიკაზე საუბარი, ახალ ურთიერთობებზე საუბარი, რომელიც აუცილებლად იქნება დამყარებული პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების სიძლიერის აღორძინებას და აი გუშინ უსმენდი ინტერვიუ ქონდა მე მგონი ბიზნესმენებთან თუ არ ვწდები დაწყვეტს მოყარყული აი მე ერთ-ერთი შტატი დაასახელე პრინსილვანიის შტატი მე მგონი იქ ყიდულობდი ავეც ჩემი სასტუმროებისთვისო და ვაპირებო ანალოგიურადო მოვახდინო აი ამ წარმოებების აღდგენა და ადგილობრივად ვიყიდო ადგილობრივი წარმოების ავეჯიო და მე არ შემიძლია არ გავიხსენო 95-96 წლები, როდესაც ახალი პარლამენტი, გარემონტებული პარლამენტი იყო 96 წელს და საჭირო იყო ავეჯი შეძენა. და იმ დროინდელმა პარლამენტის ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა არ მინდა დავასახელო, შემოიტანა საკმაოდ დაბალი დონის, ხშირ შემთხვევაში ამბობდნენ, რომ ეს იყო ტოქსიკურად, ანუ ისეთი მასალისგან გაკეთებული, რომელიც არ იყო ჯანმრთელობისთვის თლად სასარგებლო და ამავდროულად 95 წლის ბოლოს მე კარგად მახსოვს რომ მიდიოდა მოლაპარაკება ახალდაბის ავეჯის ქარხანასთან მას ჭირდებოდა რამდენიმე 100,000 გადაიარაღება რომელთაც ის პრაქტიკულად მოამარაგებდა არა მარტო პარლამენტის ახალ შენობას შეავსებდა ახალი ავეჯით არამედ მოახდენა ყველა სამინისტროს სახელმწიფო დაწესებულებების და შემდგომში უკვე ის შეძლებდა ადგილობრივი მოსახლეობაზე და საქართველოს ბაზარზე გასულიყო სერიოზულად. რა თქმა უნდა, ეს არ გაკეთდა, რატო არ გაკეთდა ეს სხვა ისტორიაა და ჩვენ შემოვიტანეთ ეს ავეჯი არა მარტო პარლამენტისთვის, იმ დროინდელმა უпростоა ჩვენ არა, იმ დროინდელმა პარლამენტის ხელმძღვანელობამ ეს ავეჯი უცხოეთიდან და მე ყველა სამინისტრო მიყვა მის კვალს და რა თანხები გავიდა და რა თანხები დაიკარგა და რა თანხები გადავყარეთ წყალში ეს კიდე სხვა თემა. ანუ რატო გამახსენდა ახლა ეს ისტორია? აი ავეჯზე მოვაყოლე. თან ავეჯს უშვებდა საქართველოს. ხო და ახალდაბის ავეჯის ქარხანა იყო ახლა საქართველოში ჩვენ კი არ გვიყვარს ქართულ ავეჯზე საუბარი, მაგრამ ჩემ მეც სახში და ჩემ ახლობლებსაც ხარისხიან ავეჯს, რომელიც ექსპორტზეც გადადის. აგარაკზე დგას ავეჯი, რომელიც დამზადებული იყო ნამდვილი ხით. ნუ შეიძლება რაღაცა დეტალებიც არ იყო დამუშავებული, მაგრამ ის დღესაც დგას და კიდე საუკუნეები იდგება განსხვავებით იმ ფანერის, რომელიც ახლა შემოდის და რომელსაც ჩვენ ყიდულობთ ხშირ შემთხვევაში, ხო? ანალოგიური ქმედება ექნება მრეწველობის სხვა დარგებზე. ეს იქნება მსუბუქი მრეწველობა, მძიმე მრეწველობა, მანქანათმშენებლობა, ჩიპების აი ამ პრესკონფერენციაზე განხილული იყო ეს მიკრო გამტარების და ჩიპებზე საუბარი, რომელიც უნდა გადმოიტანოს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. ამავდროულად საუბარი იქნება იმ საფრთხეებზე, რომელიც მოდის დაუშვათ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც დღეს კიდე ცდილობენ დამოკიდებულები იყვნენ ევროპაზე და ძალიან სერიოზულად იქნება საუბარი ევროპის მომავალზე. პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, ის ულტიმატუმს წაუყენებს ევროპას, რომ თუ თქვენ გინდათ ამ კონფლიქტის დასრულება, აიძულეთ თქვენს მიერ გატუტუცებული და ეხლა ასე ვთქვათ, განგზობითად აგზელებს ევროპა ზელენსკის გათამამებას და წაქეზებას აი ამ ადამიანის მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯენას იმ პირობებით, რა პირობებსაც უფროსი ბიძიები მას ეტყვიან და გავიხსენოთ მისი საუბარი ზელენსკისთან სატელეფონო, როდესაც მან თქვა, რომ თქვენ პუტინთან დაკავშირებით იყავით ძალიან მოზომილი, და რომ მე ამ ადამიანთან ვაპირებ საუბარს და მიუღებელია ჩემთვის თქვენი მხრიდან მისი განზღვა გინება. ამავდროულად აუცილებელი აღვნიშნოთ ის, რომ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ ევროპას წაუყენა პირობა, რომ თუ ერთ კვირაში თქვენ არ მოახერხებთ ზელენსკის მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯენას და იმ შედეგის მიღებას, რაც ჩვენ გვინდა, მე დავიწყებ ჯარების გაყვანას ევროპიდან. ამავდროულად შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით აი ამ განცხადებამდე, ერთი კვირით წინ ზუსტად ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომ ის ამცირებს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტს. ჩვენ ავხსენით ესე, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება მაღალი ტექნოლოგიების ხარჯზე, ეს მოხდება იმ ბაზების ხარჯზე და იმ საჯარისო ფორმირებებზე, რომლებიც დაახლოებით რამდენიმე 1000 აღემატება. ხო, ამიტომ აქედან გამომდინარე, ტრამპი მოთხოვს მსოფლიოს გაატაროს მისი ინტერესები და ამ ინტერესებიდან გამომდინარე
უკვე ხელი გაეხსნება ჩვენ აუნიშეთ ეს ამერიკის შეერთებულ რუსეთსაც ხელი გაეხსნება ჩინეთს და ყველა ძლიერ ქვეყანას რომელსაც თავის ინტერესების გატარება უნდა და ბოლოს დავძენ იმასაც რომ ტრამპი ძალიან სერიოზულ განცხადებას და ძალიან სერიოზულ აქცენტებს გააკეთებს ტრადიციებზე, ტრადიციულ ოჯახზე, სკოლაზე, სკოლამდელი აღზრდა იქნება თუ სასკოლო აღზრდა იქნება თუ საუნივერსიტეტო აღზრდა იქნება, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების ერთეული ხმად არ ვარ ჩახედული მათ განათლების სისტემაში, მაგრამ რაც ვიცი რამდენიმე ათეული უმაღლესი სასწავლებლის გარდა ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი განათლების სისტემა შეიძლება ჩავთვალოთ საშუალოზე უფრო დაბალ დონეთ. სადაც არ არის 70-80,000 დოლარი, ცოტა უფრო მეტი წელიწადში გადასახდელი, იქ სწავლის ხარისხი შეიძლება იყოს საშუალო სტანდარტზე. უკვე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ აპირებენ აღადგინონ ტრადიცია აღდგომის ზეიმისა თეთრ სახლში. გარდა ამისა, ასევე იყო ცნობები, რომ ტრამპის მოსვლისთანავე ქრისტიანობამ ამოისუნთქა შტატებში. ბევრი რამ იცვლება ამ მიმართულებით. ბევრი რამ იცვლება და ჩვენ არ დაგვავიწყეს ვატიკანის როლიც არ დაგვავიწყეს და ის მდგომარეობაში დღევანდელი მომქმედი რომის პაპი არის. არ არის მარტივად სიტუაცია და შემთხვევით არ არის დარწმუნებული ვარ ის თავისი ჯანმრთელობის, ანუ ბუნებრივად მოხდა ყოველგვარი ჩარევის გარეშე მის ჯანმრთელობის გაუარესება, მაგრამ არის რაღაც დეტალები, რომელზეც ახლა ღიად საუბარი არ ღირს, რომელიც წინაპირობას იძლევა იმის, რომ აი ვატიკანი, რომელსაც ძალიან დიდი როლი ჰქონდა საბჭოთა კავშირის დანგრევაში, იოანე პავლე მეორის მოგეხსენებათ საუდის არაბეთის 8 თვიანი მოგზაურობა, რომელმაც დოლარის ნავთობის ფასი დააგდო და მერე მოხდა ის რაც მოხდა, ანალოგიურ მდგომარეობაში ჩვენ აღმოჩნდეთ და მომავალი რომის პაპი რომელიც იქნება ღმერთთა კარად ამყოფოს ყველა რაზეა საუბარი, მაგრამ ამბობენ რომ შეიძლება ძალიან მალე შეიკრიბოს საბჭო და ან თეთრი კვამლი ამოვა, ან შავი კვამლი. კონკლავი, დიახ. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი ცვლილებები იქნება და ეს ტრამპის ასე ვთქვათ გამოსვლა იქნება პრაქტიკულად მისი სამოქმედო გეგმა უკვე დაკონკრეტებული. იმიტომ რომ მან შეკრიბა მთავრობა, მას ყავს ის გუნდი რომელიც არის აბსოლუტურად ახალ ტექნოლოგიურ მეოთხე ტექნოლოგიურ ციკლს ხო ვიწყებთ ახლა კაცობრიობა. აი ამის ავანგარდში აპირებს ის ყოფნას. თან ტექნოკრატები არიან ეს ხალხი. ტექნოკრატები არიან, თან მილიარდელები არიან, თან ეს ხალხია, რომელიც მომავალზე არიან ორიენტირებულები, მაგრამ მომავალზე არიან ორიენტირებულები სოფლიოს ინტერესების გათვალისწინები და არა მარტო საკუთარი ინტერესები. კი, მოტივირებულები არიან, ფხა აშკარად შეიმჩნევა. თუნდაც აი JD Vance-ის გამოსვლა, როდესაც ტრამპთან ერთად იჯდა და ზელენსკის ჭკუას ურეცხავდა. ბატონ დავით, ამერიკის შეერთებული შტატები მიხვდა კარგად, რომ ის რაც აქამდე იყო შეუძლებელია და მარტო ერთი ქვეყანა, ერთპოლარული ქვეყანა და ერთი ქვეყნის დიქტატი ადრე თუ გვიან ისე დასრულდებოდა, რომ შეიძლება კაცობრიობა დამდგარიყო გაქრობის წინაშე. ანუ უნდა გადანაწილდეს და უნდა ყველამ თავისი პატარა მიიღოს ის რისი აწევაც, რისი გადაყლაპოც, რისი მონელებად შეუძლეს ბოდიში ამ გამოთქმაზე, რომ ყველას ინტერესები იყოს, არ შეიძლება ერთი იყოს ზე და დანარჩენი ყველა იყოს ქვევით. უბრალოდ ეს დიდხანს ვერ გაძლებს და ჩვენ დავინახეთ ტრამპის მეორედ მობრუნება ხელისუფლებაში, სწორედ გამოწვეული იყო იმ ოლიგარქებს დავარქვა თუ ძლიერი ამ ქვეყნის გადაწყვეტილებით, რომლის მიხვდნენ რომ ასე აღარ შეიძლებოდა და ნუ ხდება ის, რაც ხდება და ისიც არ არის შემთხვევითი რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე, აი ხა ჩვენ სიუჟეტში ვნახეთ, პესკოვის განცხადება, ჩვენ დიპლომატიური აღდგენის შემდეგ დავიწყებთ იმ ურთიერთობას, რაც საჭირო არისო, ეს რატო? ვამბობ, ჩვენთვისაც, საქართველოსთვისაც აუცილებელია კიდევ ვიმეორებ დიპლომატიური ურთიერთობა აღდგეს რუსეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად დავიწყოთ დარეგულირება ჩვენი პრობლემების, რომელიც უკვე 22-23 წელია ამ ქვეყანას აღჭებს. ხო, აქ ჩვენთან საზოგადოების ნაწილი უბრალოდ ირაციონალურად აღიქვავს რეალობას.
ანუ ეს შაბლონი გასაგებია პრინციპში ემოციურ დონეზე გასაგებია რომ თუ კი თქვათ ეს კონფლიქტები იყო თავის დროზე ახლა მოხდა ამ ქვეყნებად სუვერენულ ქვეყნებად აღიარება ჩვენ თვლით ოკუპირებულ ტერიტორიებად და როგორ შეიძლება იმ ქვეყანასთან თქვათ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა პირდაპირ ჭყალებში როგორც ამბობენ ჯერ დააბრუნონ ჩვენი ტერიტორიები ახლა თქვენ კარგად მოგეხსენებათ რომ ეს არის აბსურდი ეს ფრაზა რომ დააბრუნონ ასე იქ არ ბრუნდება ტიპიური ეთნოკონფლიქტი იყო საკმაოდ რთული სხვადასხვა მრავალპლასტიანი და შესაბამისად აი ასეთი განცდებია ქართულ საზოგადოებაში მაგრამ ისევე როგორც უკრაინულში ხო ზელენსკიმ თუ მიაქციეთ ყურადღება იმ მოლაპარაკებების დროს ჯეი დი ვენს უთხრა აი თქვენ ჩამოდითო უკრაინაში და ნახეთო ნამყოფი ხარ თუ აქო მე მესმის ამ უკრაინელების ემოციებისაც რა თქმა უნდა მაგრამ რეალური პოლიტიკა ბევრად განსხვავებული არის ამას ისტორია ამბობს თლიანად ყველა ამ ომების ამ კონფლიქტების არ ხდება ისე მარტივად როგორც თქვა ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს მით უმეტეს ესეც ერთგვარი სტერეოტიპია რომ აი იმ კლუბში რომელსაც ქვია გაერო და ყველა მანდატს ყველა ამ ქვეყნის მანდატს პრინციპში ერთნაირი წონა აქვს როგორც მანდატს მაგრამ რეალური განსხვავება იმაში მდგომარეობს რომ ის ქვეყანა რომელიც არის მეტად უფრო დიდი მეტად უფრო მძლავრი ეკონომიკურად უფრო ბევრად განვითარებული ნამდვილი ბერკეტები სწორედ ამ ქვეყნებს აქვს და იძულებულები არიან ეს პატარა ქვეყნები დაემორჩილონ იყვნენ მისი ან ფრთის ქვეშ ან გავლენის ქვეშ ან ასე შემდეგ აი ამის მიწოდება უფრო პოპულარული ენით ხალხისთვის ცოტა რთულია განსაკუთრებით ისეთი ემოციური ხალხისთვის რომ როგორც ჩვენ ვართ ან ქართველები ალბათ ამასაც გარკვეული დრო დაჭირდება მაგრამ ჩვენ ბატონო მიხეილ განვიხილოთ ახლა ევროკავშირის მიდგომები ახლა ურსულა ფონ დერ ლაიენი გასაგებია ისეთი საკმაოდ გამოცდილი ქალია განათლებაც უწყობს ხელს ოჯახიც პრინციპში სხვა ევროჩინოვნიკებისგან განსხვავებით მაგრამ აშკარად შეიმჩნევა რომ ის ეშმაკობს ბოლო განცხადებები აი ბოლო გამოსვლები ცხადყოფდა რომ ეს ქალი ნერვიულობს მაგრამ აი ეს ისეთი ყალბი-ღიმილი თვითდაჯერებულობა რომელიც აშკარა არის ანუ შესამჩნევი არის ახლა ეს ადამიანი ამბობს რომ 800 მილიარდი დოლარი უნდა გამოიყოს ევროკავშირის გადაიარაღებისთვის ახლა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ გადაიარაღდა თქვათ ევროკავშირი და რა ამით თქვენ ზუსტად მიანიშნეთ და სწორად აღწერეთ რომ მხოლოდ ორადორი ქვეყანა არის რომელსაც აი ჩინეთიც კი რომელიც ახლა პრინციპში მესამე ძალად მიიჩნევა ჩინეთსაც არა აქვს ის შესაძლებლობები ბირთვულ კომპონენტს გულისხმობ როგორიც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს და რუსეთს ორადორი ქვეყანაა მთელ ამ ბირთვულ კლუბში რომელსაც აქვს წინასწარი შეტყობინების სისტემები ანუ თუ ღილაკი დაჭერილია, რამდენიმე წუთში მეორე ღილაკის დაჭერა ხდება, ვინაიდან ეს სატელიტით არის შესაძლებელი ამის ამოცნობა. სხვა ქვეყნებს არ აქვს. ხო და აი ეს გადაიარაღება რომც მოხდეს, ჩვენ ასევე იქ ვისაუბრებთ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, ახლა რადგან ასეთი ციფრი დაასახელა ამ ქალმა, როგორც ჩანს, იმედი აქვთ ამ მობილიზების. თქვენ როგორ ფიქრობთ, გამოიღებს შედეგს კი ეს ყველაფერი, თუნდაც დახარჯეს ამხელა თანხა. ეს თან პროცესია, ეს არ არის მოკლევადიანი პროცესი. დღემდე აქვთ დავა ამ ქვეყნებს გახსოვთ 2%-ზე უნდა შემოსულიყო მონაწილეობა, ახლა 5%-ზეა აქცენტები გაკეთებული. აი წარმოიდგინეთ, ახლა რაც მახსენდება უცებ. პოლონეთი ახლა ყველას უსწრებს. 4.2% აქვთ ეს კონტრიბუცია ამ თავდაცვის უნარიანობის გაზდის თვალსაზრისით. ესპანეთს იცით რამდენია აქვთ? აქვს 1.2%. ანუ ყველაზე დაბალი. მოგდავით ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ბოლო კაპიკები ამოიღოს ევროკავშირის ბიუჯეტიდან და თავის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ამუშავებული უფრო აამუშავოს. ამაზე ორი აზრი არ არის. რაც შეეხება რა ვადაზია საუბარი, დაუშვათ ეს არ მოხდება 1 წელიწადში, ეს არ მოხდება 2, 3, 4 წელიწადში, იმიტომ რომ
ძალიან ბევრი წინაპირობაა იმისთვის, რომ ეს მოხდეს დაწყებული ენერგომატარებლებიდან დამთავრებული ცოცხალი სამუშაო ზალა, ის კვალიფიციური კადრები ევროპას რა დაემართა, ისევე როგორც ცოტა ხნის რუსეთს და ჩვენს მათ შორის, ხო? ისინი მოეშვნენ და აი სამწოლო კომპლექსში დასაქმებული მაღალი კვალიფიციური ინჟინრები, რომლებიც ცივი ომის დროს მოთხოვნადები იყვნენ და ეგრეთ წოდებული გამალებული შეიარაღება გონკა ვორუჟენიას რო ვეძახდით, აი ამ პერიოდში ეს დარგები სამხედრო კომპლექსი მუშაობდა სრული დატვირთვით და ეს ხალხი იყო მოთხოვნადი. ანალოგიური პრობლემა დაუდგა ამერიკის შეერთებულ შტატებს 3 წლის წინ, როდესაც საჭირო გახდა ამერიკაში თავიდან დაეკოქათ ეს სისტემა და მაღალი კვალიფიცირებული ინჟინრები, პერსონალი იყო სანთლისაძებნელი და საკმაოდ ზვირადღირებულები გახდნენ. ანუ თავად იარაღის წარმოება ევროპაში ამ შემთხვევაში და მსოფლიოში არის იმაზე უფრო ძვირი, ვიდრე იყო 30-40 წლის წინ. მე აქ არ გულისხმობ დოლარის დევალვაციას და ასე შემდეგ. მე გულისხმობ სულთა შრომით ანაზღაურებას და შრომით ურთიერთობებს, დამსაქმებელს და დასაქმებულ შორის. ეს გამოიწვევს სერიოზული თანხების ამოღებას ბიუჯეტიდან და აი დაახლოებით ის თანხა რას თქვენ ბრძანეთ, ხო? 800 მილიარდი. ის 800 მილიარდია წინა გადაცემაში მე ვთქვი, რომ თუ 5%-ზე აწევს ევროკავშირი თავის შიდა პროდუქტიდან 5%-ს მიაღწევს, ზუსტად ეს თანხა იქნება ჩასადებით ყოველწლიურად და არა განგზობითად, ხო? მაგრამ ეს ვერაფრით ვერ შეცვლის. სურათს რატომ? ჩემი აზრით, ეს სურათი ეს მოცემულობა არ გაგრძელდება 10, 12 და 15 წელი. ეს სიტუაცია ტრამპმა ეს მოგეხსენებათ მისი ბოლო ვადაა პრეზიდენტობის ამერიკის წესით და რიგით როგორც განსაზღვრული და აი ამ 4 წელიწადში 3 წელიწადში და 11 თვეში უნდა მოახერხოს ის და მოახდინოს ის, რაც ის დაპირდა თავის ამორჩევლებს და რასაც აუცილებლად შეესწრება მაქსიმალური ჩადოს, იმიტომ რომ ეს მარტო მისი ინტერესები არ არის, ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ ხალხის ინტერესები, ვინც 4 წლის წინ მის წინააღმდეგ იყო და დღეს ჩადგა მის სამსახურში. ანუ ქვეყნის სამსახურში რეალობამ ამერიკის შეერთებული შტატების ელიტა ჩააყენა ქვეყნის სამსახურში. მათ უნდათ ეს თუ არ უნდათ, ისევე როგორც სტალინმა ძალიან ბევრი გენერალი საომოლო ომის დროს, რომლებიც ტროცკიზმის იდეებით იყვნენ შეპყრობილები, აიძულა ჩამდგარიყვნენ საბჭოთა კავშირის ინტერესებში და ეომათ იმ ომში, სადაც გარდატეხა მოხდა მხოლოდ მოგეხსენებათ 2 წლის შემდეგ. როგორც სამხედრო შეიარაღებით, ასევე იდეოლოგიც კი სამხედრო თვალსაზრისით მარშალი შაპოშნიკოვი იყო ჯერ კიდე მეფის რუსეთის დროინდელი და ერთადერთი მარშალი იყო, რომელსაც თქვენობით ესაუბრებოდა. მე ეს ჭლეკით მოკვდა, უკვე ჩაწოლილი იყო, ისე აძლევდა რჩევებს. ხო და აქედან გამომდინარე, ჩვენი მდგომარეობა, ევროკავშირის მდგომარეობა არის ძალიან სავალალო. ევროკავშირს ერთადერთი შანსი აქვს ახლა რუსეთთან ამ შემთხვევაში მე გერმანიას გულისხმობ პირველ რიგში, იმიტომ რომ ლოკომოტივი იყო და სამწუხაროდ სტატისტიკური მონაცემებით ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც საერთოდ არ არის ეკონომიკური ზრდა. 0%-ია და ხანდახან მინუსებშიც გადადის 0.01%. სტაგნაცია. ყველა ქვეყანას მეტნაკლების წინსვლა აქვს. გამკუთხედ ხოლმე გერმანიას არ აქვს წინსვლა და ეს არ არის შემთხვევითი, ისიც გერმანიას ახასიათებს ეთყობა, როგორც რუსეთს მე მაინც ამერებს თვლი მონათესავე, რაღაც ერთი მენტალობის დიდი გავლენა აქვს ერთმანეთზე, ასე ვთქვათ ისტორიაში. კი, იურისპრუდენცია, მედიცინა, ყველაფერი ძალიან აღებულია. 1913 წლისთვის გერმანია იყო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა და ბრიტანეთთან ერთად რაღაც ტონს არუდებდა. მერე მოხდა რაც მოხდა. პირველი მსოფლიო ომი და ინფლაციური პროცესები 1923-24 წლისთვის იმხელა იყო, რომ 1 კილო კარტოფილი 70 მილიარდი დოიჩ მარკა ღირდა. მოგეთ კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავარდა გერმანია, რამაც გარკვეულწილად უშველა მერე ადოლფ ჰიტლერის იდეოლოგიამ ცოტა ხანი მოახდა. თუმცა აქაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაახლოებით 780 აი მინუს პლუს ახლა ზუსტად ციფრი აღარ მახსოვს 780 ქარხანა იყო აშენებული 1933-დან 1951 წლამდე პლუს პრაქტიკულად მთელი ნედლეულის
ტექნოლოგიების ბაზები, ამ შემთხვევაში ქვეყნებზე მაქვს საუბარი, იყო დაქვემდებარებული გერმანელებთან, დაწყებული ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ანუ ყველა ეს ქვეყანა, რომელსაც მე ჩაება ფაშტურ გერმანიის კოალიციაში და წამოვიდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ესეც ხოლმე შემთხვევითი არ იყო. ანუ გერმანია გააძლიერეს და აღმოჩნდა ის, რომ გერმანია უკვე დაახლოებით მარშალის გეგმის გახორციელების პერიოდში 48-დან 52 წლამდე დღევანდელი კურსით მაშინ დაახლოებით 2 მილიარდზე ცოტა მეტი იყო, დღევანდელი კურსით 15 მილიარდი დოლარის მოხდა ჩადება გერმანულ ეკონომიკაში და გაუნერი გერმანელი ხალხის მშრომის უნარიანობინა და იმ ყველა ღირსებიდან, რომელიც გიტლერმა გაუფასურა და მე მოუწიათ ამაზე ათეული წლებით ბოდიშის მოხდა, ისე მოახდინეს ამ რეანიმირება თავის ქვეყნის, მაგრამ ხო გერმანია და ევროპა ხო არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა. კონტინენტზე სადაც ასობით ბაზა დგას. 41-42 სამხედრო უმსხვილესი ბაზები არის განთავსებული გერმანიის ტერიტორიაზე. 40,000-იანი სამხედრო კონტინგენტი. ხო, ეს ხო არ არის დამოუკიდებელი ქვეყნის მაგრამ გერმანიამ თავისი შეზღუდული დამოუკიდებლობა სუვერენიტეტი გაცვალა ეკონომიკურ წიაღსვლაზე. და ამერიკის შეერთებული შტატები ამისთვის მადლობელიც იყო და აი ეს დიდი გამარჯვება თუ წინსვლა თუ სასწაული, რომელსაც გერმანული ეკონომიკის სასწაული ქვია, ხდებოდა იმიტომ, რომ ყოფილიყო გერმანია ამ ავანგარდში და ნატოს ქვეყნების ერთ-ერთი მოწინავე ყოფილიყო საბჭოთა კავშირთან ბრძოლის პირობებში. და ამერიკამ ამას ძალიან კარგად გაართვა თავი და სანამ ქონდა საშუალება შტატებს აი ეს ლოკომოტივი, ჩაბმული ლოკომოტივი, ჯერ ერთი ლოკომოტივით მიათრევდა ნატოს, მე მეორე ლოკომოტივი ჩაუდგა, მე მესამე დაჭირდა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ესენი ევროპა პრაქტიკულად აღარ ეხმარებოდა ამაში და ბოლოს ტრამპმა თქვა, რომ მე ავიღალე თქვენი რჩენით, როცა მე არაფერს აღარ ვიღებ უკან ხო? ანუ მოტყუება გადაწყვიტეს. ხო და ნატოდან გასვლის შესახებაც კეთდება აი ნატოდან გასვლის შესახებ კეთდება და ეხლა მოხარული ვარ რა თქმა უნდა ამას არ დავმალავ თუ ნატო დაიშალა ჩვენთვისაც იქნება ეს ძალიან დიდი კონსტიტუციაში არსებულ 78 მუხლს რას უშვებით მაგას ჩვენ ქართველები ისეთ ნიჭიერები ვართ ჩავატარეთ პატარა რაღაც ღონისძიებებს და ამოვიღებთ აუცილებლად დღეს მაგაზე ნუ ვისაუბრებთ დღეს ჩვენ სხვა პრობლემა გვაქვს რომელიც გადასალახი აქვს ხელისუფლებას და ქართულ ხალხს ერთად რომ აი ეს ბოლო კუდის მოქნება რაც შეიძლება ნაკლებად ტკივნეული იყოს საქართველოსთვის და მოვახერხოთ ის რომ გავიდეთ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად საქართველოს დაიწყოს მოლაპარაკება ისე ვიმეორებ არ დავიღლები იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის საერთოდ მნიშვნელოვანი და წარმოიდგინეთ რამდენად გერმანელი ხალხი თავის დროზე ნუ ამას დიდი 10 წლის წინანდელი ისტორიას გავიხსენებ 2015 წელს გადაწყდა ჩრდილო ნაკადის მშენებლობა ხო მანამდე 2005 წელს იყო პირველი მოლაპარაკება სხვა 98 წელსაც იყო ამაზე საუბარი და 2015 წელი რატო გავიხსენე 2014 წელს მოხდა ყირიმის რაც მოხდა აღიარება და რუსეთის მიერთება და მიუხედავად ამისა მაშინ ჯერ კიდე გერმანიას ჰქონდა იმის უფლება, საშუალება და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ნებადართული იყო, რომ კანცლერმა ქალბატონმა მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას და ამ შეთანხმების შედეგად ორი მდგენელი წამოვიდა ევროპაში. ევროპის ეკონომიკური წინსვლა ეს იყო ბუნებრივი აირი, რომელსაც იღებდა საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული და ეს იყო ის 18 ატომური ბლოკი რომელიც ატომური ელექტროსადგურების ბლოკი, რომელიც ჩაირთო გერმანიაში. ან ორმა მდგენელმა მოახდინა ის სასწაული და გერმანიის ამხელა წინსვლა, რომელმაც მე ჩაება მთელი ევროპა, ხო? მე რა მოხდა? მე ის ლიბერალური სიგიჟე კიდე ერთი, ეს მწვანე ეკოლოგია, ხო, მწვანე ეკოლოგია და მწვანე ენერგეტიკა იმ წუთშივე დაივიწყა. მაგრამ ქვია გერმანიამ როგორც კი დაიწყო კონფლიქტი უკრაინაში, ხო? გაიხსნა ნახშირის საბადოები და იძულებულები გახდა რომ ნახშირზე გადასულიყვნენ. ანუ ხო, ამ 18 ბლოკიდან პუტინმა ვალდაიზეც ხო უთხრა რომ დასცინა ამათ, მე რიგტაშიც დაუკრეს რომ შეშა ეს ჩვენთან არისო, ციმბირშიო, აქედან უნდა წაიღოთ. და ამ 18 ბლოკიდან კანცლერ მერკელის მმართველობის პერიოდში 8 დაიკეტა. ანუ პრაქტიკულად გერმანიამ დაკარგა როგორც ელექტროენერგიის საკმაოდ სერიოზული ფონდი, ასევე დაკარგა იაფი გაზი.
და მე ხა ციფრებს აგიკითხავთ თუ გაინტერესებთ 20-21 წელი 2020-21 წელი რუსეთზე რა დონეზე იყო დამოკიდებული გერმანია გაზი 55% მოხმარებული გაზის 55% მიეწოდებოდა რუსეთიდან ნახშირი 50% მიუხედავად იმისა თავის ნახშირი აქვს უკვე საკმარისი აღარ აღმოჩნდა მისთვის და ნავთობის 30%. ანუ ჩვენ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს მოცემულობაში. როცა აუფეთქეს ჩრდილო ნაკადი ყველა გაჩუმდა და თუ გახსოვთ კითხეს მას რა ქვია ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს აი ჩრდილო ნაკადი რო ჩაირთვებო გერმანიას და ჩვენ არ დაუშვებთო ჩრდილო ნაკადის ამუშავებასო და ნუ რა მექანიზმი გაქვთო და ნუ მოხუცმა ჩაიღიმა ჩვენ გვაქვს ბევრი მექანიზმი ერთ-ერთი მექანიზმი ამუშავეს და აფეთქეს ეხლა რაზე მიდის საუბარი რომ უნდა თავიდან აღადგინონ ეს ნავთობსადენი შედის თუ არა ეს ნავთობსადენის ამ ნავთობსადენის აღდგენა რუსეთის ინტერესებში ბოდიში გასადენი შედის რუსეთის ინტერესებში ალბათ შედის ну ეს თქვა კიდეც პუტინმა რომ ჩვენ ახლაც კი ანუ აი ამ კონფლიქტის მიუხედავად მზად ვართ დავიწყოთ საუბარი ჩვენი ენერგორესურსების მიწოდებაზე მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები შედის თუ არა ეს თუ ევროკავშირმა მოახერხა ზელენსკის დაშოშმინება და დაჯერა მაგიდასთან შევა თუ არა ეს გერმანელი გასაკვირველია ხო ყველა მოცემულობით რაც ახლა ეკონომისტებთან მე გავიარე კონსულტაცია დაახლოებით 3-4 წელი დაჭირდება გერმანიას აი ამ იაფი შედარებით იაფი გაზის მიღების შედეგად რომ თავის ქვეყანა დააყენოს ისევ იმ მდგომარეობას მიუახლოვდეს მე არ ვთქვი უფრო წინ წავიდეს რა მდგომარეობას ჰქონდა 20-21-მდე 20-22-მდე აქედან გამომდინარე მოცემულობა არის ძალიან მარტივი ტრამპი თავის პირობებს წააყენებს დღეს ყველა ქვეყანა ყველა კონტინენტს მოუწოდებს აუცილებლად რუსეთზე იქნება საუბარი რომ მე ამას ვაპირებ ვინც ჩემთან ერთად ხართ ძმებო დამიდექით გვერდში და ვიაროთ წყობილ ნაბიჯებით მე თქვენთან ერთად ვიქნები ვინც არა ხართ მე ჩხუბს არ ვაპირებ ასე ვთქვათ ვიქნები თქვენი ოპონენტი თუ მეტი არა აი ეს აი აქამდე მივედით ჩვენ დღევანდელი რეალობით და ეს რეალობა აუცილებლად საქართველოზე აისახება და მე ღმადა ვარ დარწმუნებული ის ნაბიჯები რომელიც გადადგმულია ახლა საქართველოში და საქართველოს ხელისუფლება გადაეთმო მეორე საქართველოს ხელისუფლება აიძულა დასავლეთმა ევროკავშირმა ამერიკის შეერთებული შტატების იმ დროინდელმა ხელისუფლებამ რომ წასულიყო და უარი არ ეთქვა მაგრამ ასე ვთქვათ თავისი პოზიცია დაეფიქსირებია და ამას განიხილავენ როგორც რუსეთისკენ არათა რუსეთისკენ არ მიდის ქართული ოცნება მიდის ქართული ინტერესების გათვალისწინებით თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის ჯერ მოსაპოვებლად მოდით ეს ვთქვათ რა ჯერ მოსაპოვებლად გაქვს სუვერენიტეტი ხოლო მე გასაძლიერებლად და აი ახლა არის იდეალური სიტუაცია ჩემი აზრით როდესაც ტრამპთან ერთად შეგვიძლია ჩვენ ხო არის ჩვენი ანუ რასაც ჩვენი ხელისუფლება და რასაც ჩვენ ვამბობდით ცოტა ადრე უფრო ნეომეცნიერს დავიტრაბახებ რასაც ჩვენ 2-3 წლის წინ ვამბობდით ხო ამას ამბობს ახლა ტრამპი ხო იგივე ნაბიჯებია ქალი, კაცი, დედა, მამა, ოჯახი, ორი გენდერი. ანუ ამაზე მე ჩვენ რამე საუბრობთ არაფერს, ხო? ამას საუბრობთ და რატო ეხლა არ გამოვიყენოთ? გუნ ჩემო მეგობრებო ამერიკა და ჩემო მე მგონი ამერიკის მეხუთე გახდები ეხლა და ამერიკის მეხუთე კი არ გავხდები. მე არც რუსეთის მაქებარი ვიყავი და არც ამერიკის მაძაგებელი. ნუ ხედავდი რეალობას, რა რეალობაში ჩაგვაგდეს. და მე არაერთხელ მithქვას 90-იან წლებში რუსეთთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საყვედური მათ შორის თქვენ ეთერში და თქვენთან სტუმრობის დროს მაგრამ რაც რეალურია და რაც რისგან შეგვიძლია ჩვენ ხეირი მივიღოთ ხა გიჟები ხო არა ვართ ხო შეიძლება ჩვენ ახლა დავწვათ 50-იანი 60-იანი 80-იანი წლების ამერიკული იტალიური ფრანგული კინოები ნუ მაშინ დავემსგავსებით იმ ფაშისტებს სიგნებს უწავდნენ ხო მოედნებზე ამის გამკეთებელი ჩვენ არც ერთი არ ვარ კი ბატონო და მაშინ ნება მომეცით მეც წავიტრაბახებ უბრალოდ არ ვამბობდი აი შემიძლია ხო ძიმე მარხვა არის ღმერთმანი ნამდვილად რამის არ ვიგონებ და წინასწარ ნამდვილად არსად არ წამიკითხავს არც ერთ ანალიტიკაში უბრალოდ 2 დღის წინ ჩემს სოციალურ გვერდზე დავწერე ასეთი რამე რომ 540 მილიონი ევროპელი კომფორტის ზონაშია 350 მილიონი ამერიკელი ფულს აკეთებს და მათ უსაფრთხოებას ინახავს ხოლო 150 მილიონი რუსი სისხლს ხვრის
ახლა არ ვიცი ტუსკი ჩემ ამ Facebook გვერდს საკვირდება თუ საელჩო უყურებს და მას უგზავნიან და მე ისეს ხა, მაგრამ ფაქტია რომ გუშინ თქვა ეს ტუსკმა უბრალოდ ოდნავ სხვაგვარად. მაგრამ როგორ ჩანს უკვე ამ ევროპელ ლიდერებშიც გაცნობიერება ხდება იმისა თუ რეალურად რა ხდება. გამჭრიახობით მათ აჯობა როგორც ორბანმა ასევე ფიცომ. მაინც ახლა აღმოსავლური გენოტიპია მაინც ახლა ორბანი, გენეტიკურად მაინც ახლა მადიარია, ასე ვთქვათ და ეს გამჭრიახობა მაინც უფრო აქვს ვიდრე ვთქვათ სხვა ლიდერებს. და არ შემეძლია არ ვთქვა ახლა გერმანელებზე, გერმანელები კი თქვენ საუბრობდით ბატონო მიხეილ, მეც საკმაოდ, მეტნაკლებად მქონდა შეხება ამ ხალხთან, უშუალოდ მქონდა შეხება, ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს, რა თქმა უნდა, შრომის მოყვარეობას რაც შეეხება, მაგრამ ეს კი ეს გერმანული პედანტიზმი, უბრალოდ პედანტიზმი უფრო ისე დადებით კონტექსტშია სიტყვა, მაგრამ ქართულად არ ვიცი როგორი იქნება ზუსტი თარგმანი, რუსულად არის ანალოგიური აღნიშნული ამ პედანტიზმის. რომელსაც ეწოდება არა, чистоплюйство. ოღონ ამას აქვს უფრო უარყოფითი დატვირთვა, ვიდრე დადებითი. ანუ ავადმყოფურ დონემდე არ უნდა კონდეს ეს პედანტიზმი, სადაც უკვე ვლინდება პუნქტები ეგრეთ წოდებული. ანუ ცოტა გადახრები. აი ეს არის განსხვავება, ხო და აქ უბრალოდ ის მომენტია, რომ თქვენ ახსენეთ, რომ გერმანია ლოკომოტივია, მაგრამ ისინი მაინც არიან დარჩენილი იმ დღის წესრიგში, რაც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. აი ეს ქმნის პრობლემას ახლა. წარმოიდგინეთ ტრამპი, ეს JD Vance, სხვა მისი მრჩევლები, ეს კელოგი და ასე შემდეგ, პირდაპირ ამბობენ ამ ზელენსკიზე, რომ ის ასე დიდხანს ვეღარ გასტანს. ანუ ის უნდა გადაირჩეს. თუ ის არ წავა დათმობებზე და ევროპელები უკვე ურჩევენ რომ წავიდეს დათმობებზე. ეხლა იქ შემოთვალა რომ კი ბატონო ახლავე მოვაწერ ხელს ამ წიაღისეულის შესახებ ამ ხელშეკრულებას, მაგრამ უკვე გაიარა მატარებელმა ჩაიარა. ანუ ჩადის ეს კაცი, იქ ჟურნალისტებიც, პულის ჟურნალისტები ეკითხებიან რომ კი, მაგრამ ამ ოვალურ კაბინეტში რო შემოდიხარ, აქ დრესკოდია ჩვენთან. ამერიკელები ამას შეურაცხყოფად იღებენ, რომ შენ რაღაც ამ არაეტიკეტურ სამოსში ხარ აქ მოსული. საშუალოს ბოდიშ გიხდით, აი მაგ არაეტიკეტურზეც მაშინაც შეეძლო ძალიან დიპლომატურად გამოსულიყო ზელენსკი და ეთქვა, რომ რაღაც ეს სიმბოლო არის, ჩვენი დელეგაცია არის გამოწყობილი პიჯაკებში და ჰალსტუკებში, მაგრამ ეს არის სიმბოლო რაც ბმამაკ ჩემ ერთად, მაგრამ არა, იგი არ იყო ამისთვის. ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა, აი იმ შეხვედრაზე ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა, როდესაც მომზადებული ტრამპის ადმინისტრაცია ცეცხლზე ნავთი დაუსხა. რაც შეეხება ამ წიაღისეულზე, ვაპატიეთ წიაღისეულზე, რაც შეეხება ეს თავიდანვე ჩვენ თქვით მე მგონი ერთი კვირის 10 დღის წინ რომ ეს წიაღისეული არც იმხელა რაოდენობით არის როგორც ასე გააპეტიშეს ეს თემა და დიდი ნაწილი არის ოკუპირებული ანუ იმ ტერიტორიაზე სადაც დღეს რუსეთი ომს აწარმოებს და როგორც ოკუპირებულს ეძახიან დასავლეთი და უკრაინელები. The Economist ჟურნალის დათვლით დაახლოებით 3 მილიარდზე მეც წელიწადში ვერ ამოიღებ აი ამ იშვიათი წიაღისეულს როგორც ეძახიან, ხო? ანუ რამდენი ათეული წელი დაჭირდება ამას რომ ამოიღო. აქ სხვა რამე იყო ალბათ ჩადებული, აქ იყო ჩადებული უფრო ეკონომიკური ურთიერთობებზე მიბმა. ეს თქვა ტრამპმა, შემდეგშიც თქვა რომ ამაზე კარგი გარანტია რა გინდათ, როდესაც ჩვენი ეკონომიკისთვის საინტერესო თემაში შემოვდივართ. ჩვენ გახსოვთ 90-იანებში, როცა ბაქო ჯეიხანის მილსადენი იკეთდებოდა, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ ჩვენ ამითი ვიქნებით დაცული. ანუ ამ გასადეს, ამ მილს არავინ არ ამ სოფლიო დონისა და ძალიან ბევრი ქვეყნის ინტერესია გადაჭრილი და ჩვენ ეს ერთ-ერთი გარანტია იქნება ჩვენი სამშვიდობო ყოფნის, ხო? და 2008 წლის გავიხსენოთ 2008 ტრაგედია. ერთი ბომბი არ დავარდნილა იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს გასადენი გადის, ხო? ანუ რაღაც აი ესეთი ეკონომიკური, დიდი ეკონომიკური პროექტები, რომელშიც ჩართულია სოფლიოს დიდი სახელმწიფოები, გარკვეულ გარანტიას გაძლევენ შენ.
მაგრამ ეს ადამიანი არ არის ბანდავით ჩვენ ერთ რამეს ვერ ხვდებით ალბათ ანუ ჩვენ კი არა ზოგადად რა ეს ამ ადამიანს არ უნდა მშვიდობა მისი მშვიდობა არის დამღუპელი ანუ მისი პიროვნებისთვის დამღუპელია ის რაც უკრაინაში გადააჭეს 10,000-ობით ადამიანს დღესაც კი ანუ პიროვნულზე აქ ამ ადამიანს აწყობილი ყველაფერი და ამიტომ არის თუ თავშესაფარიც რომ მისცეს რომელიმე ქვეყანამ ამის სრული გარანტია მაინც არ ექნება. აი წარმოიდგინეთ ჯულიან ასანჟი. კი ბატონო. სიტყვის თავისუფლება ხო იყო მთელ კრედო. ხო, ან დემოკრატიული სამყაროს ერთ-ერთი პრინციპის სიტყვის თავისუფლება. რა გააკეთა იმ კაცმა ეს ფაილები რაც იყო ამ WikiLeaks-ის ბევრი რამე გაასაჯაროა, ხო? იქ ნეიტრალურ ზონაში უწევდა ცხოვრება, მერე იქ რუსეთმა შეიფარა, მაგრამ არის ეს ინსტიტუტები, ეს მექანიზმები, რომლებიც ღდინს გააძრობს იმ რომელიმე კონკრეტულ გაეროს წევრ ქვეყანას, რომელიც აიძულებს რომ ის ადამიანი დააბრუნოს უკან. აი წარმოიდგინეთ ახლა შტატებთან ხო გაიფუჭა ამ ზელენსკიმ ურთიერთობა და მოაშორეთ სანამ პირდაპირ ახლა სიტყვით ასე არა, როგორც მე ხატოვნად ვიძახი უბრალოდ, უბრალოდ მოგვაშორეთ ეს ადამიანიო, ჩანდა ამ შეხვედრაზე, რაც ოვალურ კაბინეტში შედგა. დიდმა ბრიტანეთმაც რომ მისცეს, აი უშუალოდ ბორის ჯონსონმა ოჯახში რო შეიფაროს. ამ ჯონსონსაც მოუწევს უკვე გადაცემა თუნდაც შტატებისთვის ამ კაცის თუ უფრო ხერხემალზე დადგა მისი გადმოცემის საკითხი. ამ ხელმსხვერპლის გამო. ჩვენ კი წარმოგედგინა ეს სცენარი როგორც დაასრულებდა ახლა ზელენსკი, მაგრამ 2 წლის და 3 წლის წინ ჩვენი ბედნიერი ლიბერალებისთვის რო გეთქვა ეს სცენარი და ჩვენ ამას ვამბობდით პირველი დღიდან როდის ვამბობდით ბატონო პირველი დღიდან ჯერ კიდე სხვა ტელევიზიაში ალტიფოში ვიყავი თქვენთან ერთად სტუმრად რომ პირველი დღიდან ამაზე ვამბობდით რომ ეს ესე დასრულდება და რას გვეძახდნენ თქვენ კარგად მოგეხსენება და რა ეპიტეტებით გამყოფდნენ ხო დღესაც იგივეს ვიმეორებთ ეს კაცი არის ტრაგიკული ჩატარდა კლასიკა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ქვეყნიდან გასვლის ან ქვეყნის დანგრევის. კლასიკა აი რომელსაც წყალი არ გაუვა და ამაზე ჩვენ ასაუბრები გვაქვს. ასაუბრები გვაქვს როგორ შედიან, როგორ ათახსენებენ ქვეყნებს, მე როგორ ხდიან კორუმპირებულს იმ ქვეყნის ლიდერებს და მე როგორ ასრულებენ ისინი, ხო? ყველა რევოლუცია რაც მოხდა პოსტსაბჭოური იქნება თუ აღმოსავლეთის ქვეყნებში, ყველა რეჟიმი იყო მათი დასმული. მას საბჭოებში აღარ ქონდა იმ ხელა ძალა, რომ ეს რეჟიმები შეექმნეს 80-იანი წლებია, ხო? ანუ თავისი გამოზდილები და გამოკვებილები კედელთან მიაყენეს და ზოგი ცოცხლად აწამეს და ისე რინჩის წესით აღესრულა, ხო ეს ხალხი. ამიტომ ამ ადამიანისთვის თავარი რა იყო? თავარი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დაეწყო მოლაპარაკება რუსეთთან და რუსეთისთვის გაეკეთებია აი ესეთი პა, რომელზეც რუსეთი იქნებოდა მადლობელი და მოგეხსენებათ ახლა რუსეთს საინფორმაციოებს თუ კარგად ადევნებთ თვალს მთელი რუსული საინფორმაციოები მადლიერებით მადლობლები არიან ტრამპის ამ განცხადების მაგრამ ამაზე რომ დაზენენ რომ ჩვენ იგივე შეცდომას რაც მოგვივიდა 90-იანებში არ დაუშვებთ მაგრამ მიესალმებიან კონსტრუქციულ დიალოგს და კონსტრუქციულ საუბარს ხო არ ვაძაგოთ მაგრამ არც ვახოთ ანუ ის რომ ჟირინოვსკი რომ ამბობდნენ რომ აი ტრამპი მოვიდა და შამპანიურები გავხსნა თუ ახლა ეს რა თქმა უნდა გამოცდილება ყველა მიიღო მათ შორის იმედია ჩვენც მივიღეთ და უკვე ეს ნაბიჯები რაც იდგმება მისასალმებელია მაგრამ უკრაინის ბედი არის ისევ ახლა უკრაინელი ხალხის ხელში რომელიც ჩვენაირად სამწუხაროდ ყოფილა ზე ემოციური ჩვენზე ზე ემოციურები აღმოჩნდნენ ანუ ზიზღი იმ ხელა ზიზღი ჩაუდეს 70 წლის განმავლობაში აი იმ თაობას რომელიც დღეს ავტომატით არის მათ შორის ქალები მათ შორის ბავშვები მათ შორის ძველგაზრდებიც ასე ვთქვათ ჩვენც ემოციურები ვართ მაგრამ ჩვენ უფრო ადეკვატურები ვართ არა იმიტომ რომ ახლა ქართველები ვართ და ვთქვათ ჩვენივე ქართველებს ვიცავთ იქ ადეკვატურობის პრობლემაც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევა იყო და პროცენტული მაღალი მაჩვენებელიც დაუწერეს არ მინდა შემეშალოს ციფრები რომ ამ ომის გამო საკმაოდ ბევრს აქვს ფსიქიკური გადახრები უკვე უკრაინელებს ხო ომა ყოველთვის იცის ესეთი რეციდივი და პოსტ ომის პერიოდი იქნება უმძიმესი გაცილებით უმძიმესი იქნება თორე რომ ისინი დაინახავენ რისთვის აი რისთვის დაისმევა კითხვა რისთვის დავღვარეთ ჩვენ სისხლი რისთვის დავშალეთ ქვეყანა და
რატო გავაკეთეთ ეს? ანალოგიური კითხვა. უახლოეს ერთ წელიწადში როცა საქართველოს ჩადგება იმ კალაპოტში, სადაც მისი განვითარებაა და სადაც წინსვლა იქნება ეკონომიკური, ფინანსური და ასე შემდეგ. მე ქართველები დავსვავთ ალბათ კითხვას. ვინც აქამდე ვერ სვავდა რისთვის? ანუ რატო გავაკეთეთ ეს? რატო მოგვივიდა ეს ბოლო 25 წელი და აი აქ იქნება სერიოზული პრობლემა დასაძლევი ფსიქოლოგიურად რა. ეს ხალხი კიდევ ერთხელ ვერ მიხვდებიან რა გარემოში. მაგრამ აქ ბატონო მიხეილ მიზეზშედეგობრივი მომენტიც არის. დავასრულებ. მედია მათ ხელში იყო კონტროლირებული. მაბატი ხა მედია როა ვიღაცის ხელში. თქვენზე რატო არის მოქმედა? ჩემზე რატო არის მოქმედა? რატო არის მოქმედა და ეს კარგი კითხვაა. არა, რატო არის მოქმედა? ხა მე თქვენ მე მგონი ადეკვატურები ვართ, ხო არა ვართ ახლა არც ბავშვები და არც ბებრები. რატო არის მოქმედა ჩვენ კოლეგებზე, ჩვენ პარტიის წევრებზე, ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრებზე? რატო არის მოქმედა იმ ხალხზე, ვისაც თქვენ ისიც რომ მე არც ერთ დიცუფრაზე აღარ დავდივარ? არ ჭრილში არც ხილში. ერთი უბრალო მიზეზის გამო მე არ ვიცი ადეკვატური ხალხის რამდგომარეობა არის. და არც მინდა არც ვიღაც შეურაცხყოფა მივაყენო და არც შეურაცხყოფა მომაყენო, იმიტომ რომ როდესაც ზელენსკიზე პოლიტიკოსები ბჭყალებში ხან დასავლეთის ლომს ეძახიან, ხან რაღაცა კატასტროფული მდგომარეობა იყო, ხო? და ეს კატასტროფული მდგომარეობა გადმოვიდა ერში. ერი არის პრაქტიკულად შეპყრობილი და უნდა გამოფხიზდეს იმის საიდან დავიწყეთ საუბარი, რომ 25 წელს რომ გავაანალიზებთ, მერე ვის დავაბრალოთ ეს? საკუთარ და სხვას არ დავაბრალებთ. მოგატყუეს, ბიჭო, ერთხელ მოგატყუეს, ორჯერ მოგატყუეს, სამჯერ მოგატყუეს. კი ბატონო, ერთხელ კი, ორჯერ, სამჯერ თუ მოგატყუეს, რატო ატყუებიერ? ანუ შე გინდა კომფორტულად იყო. ერთ-ერთ არჩევნებში ვიყავი ჩართული და მოსახლეობა მომადგა და რაღაცას ითხოვდა რა. თან დიდი რაოდენობით მოვიდნენ და უთხარი რომ შეუძლებელია ამის დაკმაყოფილება. აი ამას დაგიკმაყოფილებთ. ამას ვერა. და მეუბნებიან, გითხარი რომ დააკმაყოფილებ ყველას. რატო მეუთხარი? გითხარიო. ვერ გეტყვი მეუთხარი და რაში გჭირდება მეთქი და სახში წავალ შვიდათო და მეორე დღეს რომ ვერ დაგიკმაყოფილებ მეუთხარი, ნუ მეორე დღე დღეს ხო გახარებული წავალო. ნახევრად ხუმრობით მითხრა, მაგრამ ამის მოსმენა უნდოდა. დაპირების მოსმენა უნდა რომ ნატოში შეხვიდოდი, ევროკავშირში შეხვიდოდი, კიდე რაღაცა უბედურებაში შეხვიდოდი და всё ვეღარ შევდივარ. ახლა გამოვიდეთ აქედან. ახლა მეორე საფიქრალი გაქვს, როგორ გამოვიდეთ, რას თქვენ თქვით? კონსტიტუციაში გიდევს. ტრამპი ამბობს, აღარ მინდაო. როგორ გამოდიხარ? ნუ მოვიფიქროთ მაგაზე ერთად. ანის გახსოვთ ხო იმ სააკაშვილის ჯიბის პარლამენტში რა ხდებოდა ეს კომუნისტური სიმბოლიკის და ეს პადოშა საქტირო იყო რაღაც სასწაულები ქნეს რა. ანუ ზუსტად ისევე აიძულეს რომ მიიღოთ ეს 78 მუხლში რაც დევს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ნუ რაღაც აბსურდთან გვაქვს დღეს უკვე საქმე. აი დღეს ისე იცვლება სურათი რომ რა ვიცი რა გითხრათ რაში ჭირდებათ ეს ხვალ თუ ნატო დაიშალა რატო უწერიათ იმ კონსტიტუციაში მთავარ კანონში ჩანაწერი. დაიშალა და დიდი ალბათობით ესეთი სუნი რაში ჭირდებათ ევროკავშირი შეიძლება დაიშალოს. ეხლა ეს ურსულა ბევრ ამას კი იძახის, მაგრამ ხო გახსოვთ რა პრობლემები იყო მისი ოჯახის ირგვლივ. ხო ეს ქმარი კორუფცია და რა ვიცი თელია. მაგ საქმეს კიდე ერთი თემა რასაც შეეხება დღეს ტრამპი, ეს იქნება ევროპის ელიტების როგორ თეთრდებოდა ფული კორუფციაში. როგორ თეთრდებოდა ფული. თემა იქნება. თქვენ ახლა რაც ბრძანდეთ, ხო? აი რაში ჭირდება დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატო? თუ იწყოს მოლაპარაკებას რუსეთთან და იწყოს მოლაპარაკებას. თუ აღარ ჭირდება მაგს დამაპირისპირებელი ორგანიზაციები და ქვეყნებზე უკვე ვთქვით. აი რაში ჭირდება ნატო? რა ფუნქცია აქვს ნატოს? რა ფუნქცია ჰქონდა ვარშავის ხელშეკრულების შეწყვეტის და გაუქმების შემდეგ? რა ფუნქცია ჰქონდა? რუსეთზე გაძლიერება, რუსეთის პოსტსოციალური ქვეყნების და პოსტსაბჭოური შეყვანა ნატოში და რუსეთის საფეთქელთან პისტოლეტის ლულის მიტანა. ეს ფუნქცია თუ დასრულდა, მაშინ რაში ჭირდება? არა, ლოგიკურად მოაზროვნეებმა ის კითხვაც ხო უნდა დასვან, რომ თავის დროზე, როდესაც მოსკოვი აკონტროლებდა აღმოსავლეთ ევროპას, აღმოსავლეთ ევროპის დედაქალაქებს, შემდეგ საკუთარი პრობლემების გამო დაიშალა ეს საბჭოთა კავშირი, ანუ ეკონომიკური პრობლემების გამო დაიშალა, ხო? მაგრამ მერე ხდება გაფართოების ხუთი ტალღა, ნატოს გაფართოებას გულისხმობ, ხო? იქ ეტაპობრივად ქვეყნები შედიოდნენ. და ახლა უკრაინა, რომელიც პრინციპში აი რას შეიძლება შეედაროს რა, ну სამი სლავური სახელმწიფო, რომელიც ითვლება ქვეყნები, რომლებიც ერთად აღმოცენდნენ, უკრაინა, ბელორუსი და რუსეთი.
და ახლა ამბობენ რომ ეს უკრაინა ევროპაში უნდა იყოსო, ჩვენთან უნდა იყოსო. როგორ შეხედავს ამას რუსი? უკრაინა ხო გასაგებია იქ რაც ხდება, რის გამოც ხდება. ანუ კონფლიქტის გენეზისის საწყისების გასიგრძესიგანების პრობლემა არის დასავლურ სამყაროში. ამდენიმე დღის წინ უსმენდი აღარ მახსოვს რაღაც დასავლური გამოცემას თარგმანი იყო რა რუსულად. რა რასაც ჩვენ ვამბობდით წლების მანძილზე რომ სევასტოპოლი რო დაეტოვებია რუსეთისთვის უკრაინას ეს არ მოხდებოდა. ანუ ანალოგიურად ნატოს გაფართოების შემდეგ კიდევ უფრო მეტი გაფართოება მოიდომეს და პრაქტიკულად შემოუძვრნენ უბეში ჩაუძვრნენ. საიდანაც უკვე პრაქტიკულად რუსეთის იარიშის მიტანა იქნებოდა პრაქტიკულად აი ეს თქვენ რა ბზარეთ გაფრთხილების სისტემა ვეღარ იმუშავებდა იმდენად ახლოს ჩაუждდებოდნენ ხო ევროპას რატო უნდა დღეს ისევ რუსეთის დაჩოქება იმიტომ რომ ევროპა კარგად მიხვდა დასრულდა ევროპის 5 საუკუნოვანი ბატონობა ჰეგემონია დასრულდა და ერთადერთი შანსი აქვს ან ევროპა განადგურდება როგორც ეკონომიკური რეგიონი ან უნდა რუსეთი გაანადგურონ შემიძლია დაგენიზლაოთ რომ რუსეთი არ განადგურდება და ევროპა მრავალი ათეული წლის მანძილზე განმავლობაში დღეს ამას იქით შეწყვეტს ფუნქციონირებას როგორც რეგიონი რომელიც კარნახობდა და დღეს კიდე უნდა ეს ფანტომური ტკივილები აქვს წინა ცხოვრების ფანტომური ტკივილები აქვს რომ კიდე უნდა რომ იყოს კოლონიზატორი ხო თუმცა გერმანია არ იყო გერმანია ვერ მოასწრო ამ კოლონიზაციიდან დიდი დივიდენდების მიღება და ისე ვერ გაძაცვა კოლონიები როგორც ესპანეთმა, საფრანგეთმა, პორტუგალიამ და ასე შემდეგ ხო მაგრამ მათ სხვა რამე მოახერხა ტექნოლოგიური აი შრომის უნარიანობის და ტექნოლოგიური საწყისების საშუალები და რუსეთთან ადეკვატური ურთიერთობის რა ვთქვათ ახლა კი ამასობაში რუსული მედია დეპუტატ ზარქუას განცხადების შესახებ წერს და სახელმწიფო მედიაზე საუბარი RIA Novosti აქვეყნებს რომ ბალტიისპირეთი არის სამქეზებელი უკრაინის და უკრაინის მტერია ბალტიისპირეთის ქვეყნები და ნუ აი პირდაპირ წერენ ნათარგმნია ეს განცხადება ყველაზე დიდი მტერია უკრაინისთვის ეს ბალტიისპირეთი რადგან სამქეზებელი არის თუ ასე სურთო თავად აიღონ და იომონო როგორც მეზობლები ჩაერთონა და ასევე იშველიებს იმ განცხადებებს ანუ ბალტიის ქვეყნები მოგვიწოდებდნენ ჩვენ საქართველოს თავის დროზე რომ გაგვეხსნა რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი მე არ გამიკვირდება ეხლა ეს მომენტი თუნდაც იმის გამო რომ როდესაც ევროსაბჭოს წევრი გახდა საქართველო აი ჟუანიას ცნობილი სიტყვები ხო მაშასა და მე ვარ ევროპელი ბალტიისპირეთი მაქსიმალურად ცდილობდა რომ ჩვენთვის თავის ტკივილი უფრო მეტი თავის ტკივილი გაგვჩენოდა საქართველოს რაც იგულისხმება თურქი-მესხების ჩამოსახლების გააქტიურებაში იცით რატო აკეთებდნენ ამას სტალინის ძულთ და რადგან ის ქართველი იყო აი საქართველოს დაახლოებით ასე შეიძლება ეს აღიქვას ადამიანმა რატომ უნდა ყოფილიყო ბალტიის ქვეყნები და ევროსაბჭოს რამდენი წევრი ქვეყანა ყავს მაინც და მაინც მოტივირებული იმისთვის რომ ეთნიკურად თურქი მოსახლეობა რომელიც გასახლებამდე ცხოვრობდა სამხრეთ საქართველოში დაებრუნებინა ამ ტერიტორიაზე ну იმათ რომ თავიანთი მოთხოვნები აქვს ეს გასაგებია მაგრამ აი მხოლოდ ბალტიისპირეთი აქტიურობდა ეს სამი ქვეყანა ხმას აძლევდა რომ სასწრაფოდ აეღო ეს ვალდებულება საქართველოს თურქ-მესხების რეპატრიაციას მე კარგად მახსოვს ეს პერიოდი ბალტიისპირეთს მაინც ჰქონდა შიში ანუ ის შიში ჰქონდა რომ ისინი ბოლომდე მათ ვერ გაიცნობიერეს რომ ისინი მართლა გავიდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან და მართლა გავიდნენ ერთი პერიოდი გახსოვთ კალინინგრადთან დაკავშირებით რამხელა პრობლემები შექმნა კი ნუ გადაკეტვა უნდა და მე რუსეთმა ისე გავაკეთებო რომ გავჭრიო ისე დერეფანს გავჭრიო რომ ცოტა არ მოგეჭრა ლიეტუვას გადაივლიდნენ პირდაპირ ხო ლიეტუვას გადაივლიდნენ კიდევ სხვა შეთავაზებები გაუკეთეს რუსებმა და მე მიხვდნენ რომ აზრი არ ქონდა ჩვენ როგორც უკრაინას უნდოდა ეხლა ჩვენი ჩათრევა ანტირუსულ კოალიციაში ანალოგიურად ბალტიის ქვეყნებს
უნდა კავკასიის ჩართრება და რაღაც სიმბოლოსავით იყო აი ამიერკავკასიის ქვეყნები და ბალტიის ქვეყნები ეს სამი ქვეყანა აქ სამი ქვეყანა იქ ესე ხო სიმბოლოებით აზროვნებენ და ამიტომ იყო ჩემი აზრით რომ ჩვენი ჩათრებაც უნდა და მარტო თვითონ ხვალ უნდა ყოფილიყვნენ დარჩენილები რუსეთის მაშინ უკრაინა ასე არ კოტირებდა კიდე ანუ უკრაინა ვინც არ იყო ჩახედული პოლიტიკაში არ იყო გამოკვეთილი ანტირუსულ ძალად ხო მაგრამ აი საქართველოს და კავკასია პრაქტიკულად საქართველოს თამადობით. უკვე გამოკვეთილი ანტირუსული ძალა იყო. ამას რა თქმა უნდა ემატებოდა პიროვნული ზიზღი სტალინის და ყველაფერი სტალინსთან რასაა დაკავშირებული და ძალიან ბევრი რამ. არა მარტო ბალტიისპირეთისგან წამოსულა ბალტიისპირელების პარტიისპირეთიდან, არამედ სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნები, რომელიც დასავლეთისკენ იყვნენ და პოსტსოციალისტური სტალინზე გაბრაზებულმა აი ამ რაღაცა 5 თუ 10% თუ 30% ვთქვათ, დაიწყეს ჩვენზე შურიზიება, მათ შორის რუსეთშიც. მათ შორის რუსეთშიც. იყო ასეთი ანტისტალინური მოძრაობა გადაიზარდა ანტიქართულ მოძრაობად. და პირველი ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი სერიოზული დარტყმა 9 აპრილი ეს იყო საკმაოდ მაჩვენებელი იყო, მნიშვნელოვანი ნიშნული და ანთებული ხანძარი იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირს უნდა მოდებოდა. ხო გახსოვთ 9 აპრილის შემდეგ უმაღლეს საბჭორო შეიკრიბა მოსკოვში. როგორი მაშინ გამოჩნდა მაგვარი იყო კაცო, სობჩაკი, რომელიც ამის სათავეში იყო. მაშინ გამოჩნდა ეს ყველა ეგრეთ წოდებული ლიბერალები, რომლებიც საქართველოს როგორც ანტირუსულ ანკლავის შექმნისთვის იყო ჩატარებული დიდი მუშაობა, რაც უკრაინაში კარგად გამოუვიდათ. საქართველოს ღმერთსწყალობით გადავჭით, ხო? ბალტიისპირეთს ეს ფობიები აქვს და რატო ვიყო მარტო? ან მარტო ყოფნა ადამიანს გაჭირებაში ყოველთვის უჭირს. ვიმესთან ერთად როა და ვიმესთან ერთად რო შია, ან წყურია, ან ცივა უფრო ადვილად გადაიტანს. დაახლოებით ჩემი აზრით ეს მოცემულობაა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ევროპა არ იქნება მშვიდად და არ შეასრულებს რიბკოვის აი ულტიმატუმს და დიდი ალბათობით ამას ამდენი ხანია ჩვენ ვამბობთ, დიდი ალბათობით ამერიკის შეერთებული შტატები გაიყვანს თავის სამხედრო, ნატოს სამხედრო კონტინგენტს აი ამ პოსტსოციალისტური ქვეყნებიდან და დააბრუნებს 97 წლის საზღვრებზე. ეს თუ მოხდა, ჩათვალეთ, რომ ჩვენი ბედი გადაწყვეტილი, ჩვენი ბედი უკვე ისეც გადაწყვეტილია, ეხლა დრო გჭირდება და სიმშვიდე აქვს და მშვიდობიანად უნდა მივიდეთ იქ სადაც ვართ მისასვლელები, ყოველგვარი ზედმეტი, ასე ვთქვათ, შეხლავი შემოხლის გარეშე, ლიბერალური ჩვენი ოპოზიცია მერწმუნეთ გაისამდროს პრაქტიკულად იქნება განოლებული, იმიტომ რომ ისინი იმდენად გაშაყირებულები არიან, გუშინ კითხულობდი ერთ-ერთი სახე აქვს დაკარგული უკვე. ერთ-ერთი გენერალი ყოფილი თავდაცვის ერთ მაღალი ჩინოსანი, რომელიც გენშტაბის უფროსი იყო და ძალიან ბევრი ვარსკვლავები აქვს და ამბობს ესეთ რამეს, რომ ძალიან გული დაწყა ამ კაცს რაღაც პერიოდი ვიცნობდი ქონდა შეხების წერტილი, რომ რუსეთს ისე გაუჭირდა, რომ ნოლშესტებით და ჟიგულებით აწარმოებენ სამხედრო ოპერაციასო და ანუ რუსეთი დამარცხდება, ну დღეს რომ ამას სამხედრო ამბობს და ის მართლა სამხედროა, კომუნისტების დროსაც განთავრებული სამხედრო სასწავლებელი და არ არის სულ, მაგრამ იმდენად ტვინში აქვს ეს ჩადებული, რომ არ შეიძლება რომ რუსეთმა გაიმარჯვოს, ან დაუშვებელი ეს რაღაც მეორედ მოსვლა იწყება, რაღაც უბედურება, რომ აი ამას ამბობს გენერალი კაცი, ხო? ხო და ტრამპი ამ დროს შუამავლობას თხოვს რუსეთს ირანთან. ბირთვული დოსიეს შესახებ. ჩვენ რა ვთქვით, ბატონო დავით, რამდენიმე თვის წინ ირანის თემა ამოიწევს ძალიან სერიოზულად და ის ეხლა რომ უნდა ზოგიერთებს რომ შექმნა რაღაცა თავის გავლენა ირანი იქნება ირანს ხონდა დავალებული სირიის თავის დროზე ირანს უნდა მოეხდინა სირიის კონფლიქტის ლოკალიზება ну ვერ შეძლო ბევრი მიზეზების გამო და რუსეთი ჩაერთო თორე ირანი ერთ-ერთი კონცენტრაციის ცენტრია ეკონომიკურ პოლიტიკური განვითარების იმ რეგიონის აუცილებლად აი ეს კონფიგურაცია იმიტომ კი არა ჩვენ სხვაზე ჭკვიანები ვართ. უბრალოდ ჩვენ ბატონო დავით და ჩვენი პარტია და ჩვენ პიროვნულად და ჩვენი მეგობრები არ ფიქრობთ საკუთარ თავზე. და როცა საკუთარი თავი ამოღებული გაქვს ამა თუ იმ ანალიზში და შენ თავს ვერ მოიაზრებ იქ და არ მოიაზრებ. ცდილობ გააკეთო ნორმალური აქცენტი. ძალიან ბევრი მეუბნება, შენ რასაც ამბობდიო, შენ ხო ვერ მოესწრებიო. არა უშავს მოთხარი, შენ თუ პოლიტიკურად სწორედ აზროვნებ და ანალიტიკა გინდა, შენი თავი უნდა
ამოიღო აქ, აი რაღაც ანალიზს აკეთებ 20 წლის წინ და 20 წლის შემდეგ. იქ თუ შენი თავი მოიაზრე, დამთავრებულია, შენ სუბიექტური ხდები. შენ გინდა რომ ამის მონაწილე გახდე და აჩქარე პროცესებს. და ის რაც სასურველს იღებ, ქართულად როგორ დამავიწყდა, იღებ რომ ჟილვამე ზაძისწილე რო იტყვია და ამით შენ გენგრევა შენი სასურველის რეალობა. სასურველის რეალობა გინდა და ამით გენგრევა შენ ანალიტიკა და გენგრევა რეალობის განცდა. რაც მოუვიდა საქართველოში და რაც ეხლაც მოუვათ. ავიც მე ასე მგონია და კიდე ერთხელ იმედს გამოვთქვავ რომ ჩვენ ქართველი ხალხი ეხლა მაინც გავაკეთებთ დასკვნებს, ეხლა მაინც დავფიქრდებით და არ ავყვებით ემოციებს. ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ იქ, სადაც ჩვენთვის იქნება უკეთესი. მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. დიდი მადლობა ბატონო მიხეილ გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. ჩვენ შევხვდებით ხვალ 19 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.